ამის შემდეგ ვისაუბრეთ ჩემთან, ვისაუბრეთ ქალბატონი ნინოც. იყო საუბარი, რომ მომხდარიყო აბსოლუტურად თქვენი თავდაპირველი პათოსი იყო, რაც შემდგომ ჩვენ გავიზიარეთ, რომ მომხდარიყო სიმართლის დადგენა, აქ ჩვენ სიმართლეზე მქონდა საუბარი, რომ სიმართლის დადგენა მომხდარიყო, ამას ემსახურებოდა ჩვენი ქმედებები დასაწყისიდან დასრულებამდე, მხოლოდ სიმართლის დადგენას. არავითარ მიმართ რაღაცა შურიზება, ან რაღაცა ზიანის, თქვათ, ინფორმის დაკისრება, რაც მიუღებელია, სიმართლის დადგენა. იყო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებითაც ჩვენი საუბრები, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ კანონმდებლობაში პოზიტიური ცვლილებები განხორციელებულიყო, რომ მსხვერპლს, რომ აბსოლუტურად მსხვერპლის ვითარებაში, როცა ხარ, მოქცებოდათ ღირსეული დაცვის საშუალება. თუმცა სამწუხაროდ მაშინდელი კანონმდებლობა მხოლოდ იმ დაცვის საშუალებას იძლეოდა, რასაც იძლეოდა და აბსოლუტურად მტკიცების ტვირთი, რომ გემტკიცებინა, რომ შეხარ მსხვერპლი, გემტკიცებინა ის, რომ შესვიბად განხორციელდა ცილისწავება და ეს არის ტყუილი, ამის მტკიცების 100% აბსოლუტურად პოზიტიური ვალდებულება გადადიოდა თვითონ ავსხვერპლზე, ანუ მოსარჩელეზე, ვისაც შეაქვს და შექონდა სასარჩელო განცხადებების გავსი მოთხოვნით. შემდგომ ჩვენ დავიწყეთ წარმოება, უპირველეს ყოვლისა ჩვენ მივართეთ მთავარ არხს და მოვითხოვეთ, რომ განემარტათ სიუჟეტში გასული ინფორმაცია. იქ საუბარი იყო, რომ წყაროს მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა ასეთი სიუჟეტის გავრცელება, მასში მოცემული ინფორმაციის გავრცელება და ჩვენ მოვითხოვეთ გადამოწმება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ნებისმიერი სახელმწიფო იქნება თუ კერძო იქნება, ეს არის საზოგადოების დარაჯი, პასუხისმგებლიანი საზოგადოების ნაწილი და ასეთი არის და ასეთი უნდა იყოს. ამას განმარტავს ევროპა, ამას განმარტავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შესაბამისად ზუსტად ამ პროცედურების დაცვით და ამ პროცედურის განხორციელების მიზნით ვიმართეთ და ვიკითხეთ, რომ მოგვაწოდო დამატებით, მოეწოდებინა დამატებით ინფორმაცია, განხორციელა თუ არა გადამოწმება, ფაქტების შეფასება, სიუჟეტი და გასული იყო თვენზე მეტი და მოხდა თუ არა წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება და ამ შემდეგ დამატებითი ინფორმაცია ეცნობებინა და ეცნობებინა ჩვენთვის და მათ მიერ ინფორმაციის დადასტურების მიზნით განხორციელა თუ არა კონკრეტული დაბიჯების გადადგმა. მაგრამ ამასთან დაკავშირებით თქო და პასუხი არ მოსულა, ნუ დღემდე 4 წელი გავიდა და დღეს აღარ მოვა ამასთან დაკავშირებით. მივმართეთ თქო და პროკურატურას პარალელურად, მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლა ჩატარდა თუ არა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, ან იგეგმებოდა თუ არა. პროკურატურისგან მივიღეთ მყისიერად წერილი რამოდენიმე დღეში 1 დეკემბერს, მივიღე 29 ნოემბერს მიმართე და 1 დეკემბერსვე გვიპასუხეს, რომ არავითარი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, არც იგეგმებოდა და საერთოდ რა შუაში ხარ თუ ასეთი პათოსი იყო წერილში. იგივე იყო აბსოლუტურად ნარატივი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ პასუხში, რომელმაც მე როგორც თქვენი წარმომადგენელი უფლებამოსილი პირი დამიბარა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავი მისული და ადგილზე გავიერთოთ, ჩვენ ხო არ ვითხოვდით გამოძიების დაწყებას, რაზე იყო საერთოდ საუბარი, ჩვენ გაგაიგეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა რაღაცა კონტექსტში ყოფილა ამ საქმეზე ძმები გაჩიჩილაძეები მოხსენიებული. საერთოდ არავითარი წარმოება არ ყოფილა, არც იგეგმებოდა და აზრათაც არავის არ გაული, არავითარი შემხებლობა და ფაქტი ამის არ არსებობდა და არ დასტურდებოდა. ვინაიდან არ ვერ მივიღეთ პასუხი, 20 დეკემბერს შევიტანეთ სარჩელი 2021 წლის. ნუ სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანი მოუნდა ამ საქმის განხილვა, ზოგი ისეთი გარემოება იყო, რაც აბსოლუტურად გასაგებია. ზოგი დაგვეთხოვა ცუდად გარემოება, ჩვენი პირველი განხილველი მოსამართეს შეეცვალა კოლეგია, სხვა კოლეგიაში გადავიდა და სხვას გადაეწერა საქმე, მასთანაც აკუმულირებას დიდი დრო დაჭირდა მოსამართესას, თუმცა საკმაოდ სწრაფად ჩვენმა განხილველ მოსამართლეებს თავის წარმოებაში დაწერიდა, საკმაოდ სწრაფად ჩაგვიშა სხდომა. ამასთანავე პირველ მოსამართლესთან დაკავშირებით, რაც არის მიმდინარეობის ეტაპზე, ხა მოკლედ თუ აღვნიშნოთ, მორიგებასთან დაკავშირებით, როგორც კანონი თვალისწინებს იყო შემოთავაზება, ჩვენი მთავარი არხის წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ სხდომაზე მორიგებასთან დაკავშირებით, სასამართლომ მოგვიწოდა, რომ იქნება მორიგებულიყავით. ჩვენ აბსოლუტური მზაობა გამოაცხადეთ აღნიშნულთან დაკავშირებით და დავაფიქსირეთ, რომ ჩვენი აბსოლუტური ინტერესი იყო და ამიტომაც არ ვითხოვდით არავითარი ზიანის ანაზღაურებას. მხოლოდ იმას, რომ ყოფილიყო სიმართლე დადგენილი. აბსოლუტურად. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა მორიგების პირობებთან დაკავშირებით, რომ მოხდარიყო სიმართლის დადგენა, ყველაფერს თავის სახელით დარქმეოდა. სიტყვათა გარკვეული გადათამაშების შედეგად წინადადების გარკვეული ქვეწყობილი წინადადების, ასე ვთქვათ, შექმნისა და გადანაცვლების შედეგად არ იყო პრობლემა, მისულიყავით სიმართლემდე და ფორმულირებაზე შევთანხმებულიყავით. ამ წინადადების ფორმულირებაზე. რა თქმა უნდა, არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა, ჩვენგან რამდენიმე ვარიაცია იქნა გაშვებული სავარაუდო მორიგებასთან დაკავშირებით, რომ
დადგენილი იყო სიმართლე, აბსოლუტურად ობიექტურად დადგენილი იყო სიმართლე და არას მხოლოდ სუბიექტურად. ამას არავითარი შედეგი არ მოყოლია სამწუხაროდ, კომუნიკაცია უკურიაგირება ამაზე არ მოხდარა საერთოდ. დაუბრუნდით ისევ სასამართლო პროცესს, სასამართლო დავას. დაინიშნა სასამართლო დავა 2026 წელს შეინიშნა შემდეგი ხტობა, სადაც აბსოლუტურად მოგეხსენებათ, რომ თავმჯდომარე განიცადა გარკვეული ორგანიზაცია, თუმცა შეპესებ თავარი არქი როგორც მედიის მფლობელი და მესაკუთრე საწარმო აბსოლუტურად აქტიურია, დღემდე აქტიურია ეს საწარმო და მოქმედებს და ფუნქციონირებს. აქტიურია მათი მთავარი არქის გვერდი, აქტიურია მთავარი არქის Facebook. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდა. თუმცა სასამართლომ არაერთ გზის მიმართა უწყება, საქმეზე მიღებული განჩინებები, შუალედური განჩინებები, ჩვენი მასალა, ყველაფერი მთავარი არქის ერთ-ერთი დირექტორისთვის იქნა ჩაბარებული, მეორე ორი დირექტორი ყავს მთავარი არქის გამოცემულობით, ერთ-ერთი დირექტორისთვის იქნა ჩაბარებული, მათთვის აბსოლუტურად კანონიდან მიეწესით, რომელი იყო აღნიშნული ხობის თაობაზე, იმიტომ რომ ერთ ხობაზე გამოცხადებულებიც იყო და მორიგების ეტაპზეც ჰქონდა კომუნიკაცია, ჩვენ ჰქონდა მათი მხრიდან არ იყო ეს უკუგება, რაც კარგი იქნებოდა ყოფილიყო. შესაბამისად არ გამოცხადდნენ აღნიშნულ ხობაზე სასამართლო ჩათვალა რომ უნდა მიგვეცა კიდევ საშუალება თავარი არქივისთვის რომ წარმოდგენილი იყო თავის პოზიცია უკვე დაფიქსირებული ქონა წერილობით მაგრამ ზეპირ სიტყვიათ ვერბალურადაც განეცხადებინა და პროცესუალური საშუალებებით ესარგებლა რაზეც ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია იმიტომ რომ ჩვენი სიმართლის დამტკიცება გვსურდა ოპონირების რეჟიმში აბსოლუტურად ამას არც გაურბოდით პირიქით ამას ვესწრაფოდით შესაბამისად შემდეგ ხობაზე ასევე მოთხოვნილი იქნა დისკზე ვიდეოების რომ სასამართლოს სხდომაზევე კავიად გეიზესი ძალიან სკრუპულოზურად შეისწავლა და გამოიყვლია აღნიშნული სიუჟეტი, ჩანაწერები, რომ მოხდარიყო კანონის კაცრი დანაწესი და გამომდინარე დადგენა იყო თუ არა ფაქტების არსებითი დამახინჯება, თუ იყო მოსაზრება, თუ სიმართლესთან შეუსაბამო ფაქტები, რაც უკვე ცილისავებისკენ გადის. შესაბამისად, შემდეგ ხდომაზეც აბსოლუტურად ხარეს კანონიდან გეიწესით ეცნობა, ჩაბარდა პირადად კიდევ ერთ დირექტორს, არ შემდეგ ხდომაზე არ გამოცხადდა. დეტალურად გავიარეთ სასამართლო აბსოლუტურად მომზადებული იყო საქმისთვის, დეტალურად გავიარეთ ყველა მტკიცებულება, სასამართლო ძალიან სკრუპულოზურად გამოიკვლია ვიდეო მტკიცებულები, ჩვენ მიეწადეთ ყველა მტკიცებულება, ბუნებაში კი არ არსებობს ისეთი მტკიცებულება ჩვენ არ მოვიძიეთ, არ წარმოადგინეთ და სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩვენი ფაქტობრივი გარემოები მითითებული რაც ჰქონდა შესაბამის მტკიცებულები დასტურდებოდა. მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულები წარმოადგენილი არ ყოფილა და ეხლა ობიექტურობიდან გამომდინარე უნდა აღნიშნოს, რომ ვერც იქნებოდა, იმიტომ რომ აქ სასახად ცილისწავებას აქვს ადგილი და ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, მით უმეტეს ამ მტკიცებულების ერთობლივი გახივით სინთეზურად, აბსოლუტურად. შესაბამისად, სასამართლო ჩათვალა, ჩვენი მოთხოვნა იყო იურიდიულად აბსოლუტურად დასაბუთებული და ვიშუამდგურეთ რა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობები და გამომდინარე, რომ მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილება, სასამართლო სრულად დააკმაყოფილდა ჩვენი გადაწყვეტილება 2026 წლის 6 მაისს. გიორგობა დღეს დაკმაყოფილდა სრულად ჩვენი სასარჩელო გაცხადება, სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 2021 წლის 15 სექტემბერს ნიკოლოზ კვარაცხელიას ყოლობაში ბრალდებული პირების საბალავი ძმები გაჩეჩილაძეების სახლი იყო, ეს არის აბსოლუტური ცილისავება, ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე დაადგინა, რომ პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძის სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, იყო ცილისავება, ტყუილი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. აქვე აღნიშნა, რომ ბატონი ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ღმერთმა განათოს მისისული, ჩვენ დაცვის აბსოლუტური სიკეთე ჰქონდა, ინტერესი ჰქონდა დაცვის იმ სამართლებრივი სიკეთის, რაც არის პატივი და ღირსება და აქვე მოკლედ დავწერო, მოქმედი კანონმდებლობა არა მარტო საქართველოს საერთაშორისო დონეზე თვალისწინებს არ მარტო ცოცხალი ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას, არამედ გარდაცვლილი ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვას, ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, აქვე გამარტო თქვენთვისაც რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოსთვისაც ცხადია, ოჯახისთვის, ჩემთვისაც როგორც თქვენი წარმომადგენლისთვის და საქმისთვისაც როგორც ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილების. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ცალკე ხაზგასმა ყოფილიყო, რადგან სიუჟეტში ნახსენები იყო ბატონი ლევანი პერსონალურად, პოლიტიკოსი ბატონი ლევანი პერსონალურად და ცილისწავება მასე პერსონალურად ვრცელდებოდა გარდა თქვენ ერთობლიობაში და თქვენი ოჯახისა, ასევე პერსონალურად ყოფილიყო გაცხადებული ცილისწავება მის მიმართაც და გარდაცვლილი ადამიანის პატივი და ღირსება, ამაზე მეტი დაცვის სიკეთე არც ერთი ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს, მით უმეტეს ჩვენთვის ქართველებისთვის, კავკასიური და სამხრეთული ხასიათის კათოლიციზმებით, ყოფილიყო ცალკე აღნიშვნის ღირსი, ყოფილიყო ცალკე აღნიშვნა და სასამართლო გადაწყვეტილებაში ამას ცალკე ადგილი ეპოვა. რა თქმა უნდა, სასამართლო გაიზიარა ჩვენი ეს პათოსი, ჩვენი ეს სამართლებრივი მოთხოვნა იურიდიულად დასაბუთებული იყო და
სულ დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო გაცხადება. ჩვენ ასევე საქმეში მითითებული ქონდა ადამიანის უფლებათა საკმაყოფილო დეკლარაცია, ჯერ კიდევ რომელიც 1948 წელს არის მიღებული, ქონდა მითითებული ადამიანის უფლებათა ძირითადი თავისუფლება დაცვის ევროპული კონვენცია, რომელსაც ევროკავშირი დღემდე იყენებს აბსოლუტურად შესაბამისი ცვლილებები და ვიყენებთ ჩვენც, რა თქმა უნდა, რომელიც 50-იანი წლები და 1950 წელს არის მიღებული და მოდის დღემდე. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი დასაბუთება მასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საქმე აბსოლუტურად შესატყვისობაში იყო და მიესადაგებოდა სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, ისეთებს როგორიც არის მაგალითად სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ, ბრაზილიელი საფრანგეთის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე მითითებული ქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დემოკრატიული ფლაგმანი ქვეყნის გადაწყვეტილებები და პრეცედენტები. ამერიკის შეერთებულ შტატებში არ შეიძლება რომ არ აღინიშნოს, რაც ჩვენ ასევე რა თქმა უნდა მითითებული ქონდა და რაც არის ერთ-ერთი წამყვანი სახელმძღვანელო დღევანდელ პროცესებზე და გადაწყვეტილებებზე და ლიტერატურაშიც, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკის შეერთებული სასამართლოს ასოცირებული მოსამართლე იყო ასეთი, ოლივერ უანდელ ჰოლმსი, ძალიან მაგარი მოსამართლე, დიდი მოსამართლე, რომელმაც ამერიკაში დისიდენტი იყო აბსოლუტურად ამ მხრივ, მან საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლება დაცვის ძირფისეულ, ძირეულ აბსოლუტურად გადაწყვეტილებებს, რომელიცაც დღესაც ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატები და